გამარჯობა. ესე იგი, მიხარია ძალიან რომ დღეს რაღაც დროს თქვენთან ერთად გავატარებ და მადლობა, ჩვენ ძალიან გვიხარია, რას ვიკეთებ? დღეს პრინცესაა. ზეგანად. ავტრიალდა. და მომწონს. ეს ხაშ კასტა. ახლა ძალიან დიდი თავისუფლება მაგაზე ბევრს ვისაუბრებთ, უბრალოდ დღევანდელი დღე მძიმე დღე არის. ესეთი დრო არ გამოსულიყო, ჩვენი ინტერვიუც ცოტა უფრო სხვანაირად დაიწყებოდა. მათე დევიძე 4 წლით 6 თვით ციხეში გაუშვეს. შენ დაგიბარეს 11 თებერვლის Facebook პოსტის გამო. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაგამ ბავშვი ვერც ვფიქრობ, მაგრამ გუშინვე როცა დამიბარეს ერთადერთი რაც დისკომფორტი მოიტანა ამ ყველაფერმა არის, რომ აი არც ესე ჯარიმის შემშინები, არც დაჭერის შემშინებია. უბრალოდ მივხვდი, რომ კიდევ ერთხელ დავეჯახე იმას, რომ როგორ სიგიჟეზე, აბსურდზე, რაღაცა ჭჭყიან ამბებზე გვაცდენილობენ ჩვენ ცხოვრების მნიშვნელოვან ულამაზეს წუთებს. მოდი 6 წლის და მოდი რომ ავიყვანე. ჩემმა და ქალმა გადაარჩინა ქუჩაში და მომაჩუქა და მაშინ მეგონა რომ მალე გადმოვიდოდი ეზოიან სახლში და ამიტომ გავუბედე. მერე გაიწელა დიდხანს, მერე ბევრი ქირა მოვიცვალეთ, ბინდან ბინაში ვიარეთ. შენ დიდი ხნის მეგობარია. მიუც შემოგვებადა და ცოტა ის არის, რა ქვია. შიშარა. შიშარაა და ცოტა ავი. მაგიტო ავი. თუ ეშინია ახალი უცხო რომ თავარი ძაღლი არის ამ ძაღლებში, ეგ იგრძნობა. მართლა იგრძნობა ხო? მაინც ეს ვინ არის? ეს ძალიან ჯიგარი. ეს არის ლექსი, რომელიც არის საოცარი პიროვნება. მოიდი. ლექსი. მოიდი. რა გიპასუხა ეხა? აი ძალიან ემოციურია და მოფერების დროს რაღაცა ძალიან ისეთ ხელს გამოსცემს. ზიამოვნების. 5 ძაღლი მყავს ამჟამად. რაღაც მომენტში ვიყავი 109-ზე. და აი უკვე შეუძლებელი იყო უკვე ჩემი გასაჭირის შესახებ თელმა თბილის მეიცოდა. სირთულე იყო ის, რომ 5 ლეკვი გადავარჩინე, ზამთარი დგებოდა უკვე, დაიწყო დარბევები, უბედურებები. მე აქედან ხშირად მოყინულ გზაზე ჩავდიოდი, ამოდიოდან იმის საშუალებაც არ მქონდა, რომ ხდებოდა დარჩენილიყავი, იმიტომ რომ ძაღლებს ვერ მივატოვებდი და აი ამ მოცემულობაში დავდიოდი ამ გზაზე სკუტერით და ამათ უვლიდი და მე ძალიან როციოდა უკვე შიგნით უნდა დამეცინებინა, რაღაც მომენტში წყლის სისტემა გამეყინა, გზაც გაფუჭდა რაღაცა და მომიწია ამ 5 ლეკვით სიარული ქვემოთ ჩემებთან და მოკლედ ძალიან დიდი გასაჭირი სირთულე გამოვიარე და ამათი ტარება ყველა პროცედურაზე და ძლიერს 4 გავაჩუქე. რთულია გაჩუქება სხვათაშორის. ძალიან გაჭირდა. მე არ მეგონა რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ მე მგონია რომ დაემთხვა ეს ძალიან მწვავე პერიოდი პროტესტის. მთელი ერი იყო რაღაც ესეთ მომართულ რეჟიმში, მაგ დროს ძალიან რთული არის რომ ახალი პასუხისმგებლობა არ იყო. მაგ დროს გადმოვარდა ჩემი კატა სახურავიდან და პროტები დამჭამე. და ძალიან გამიჭირდა მათი გაჩუქება. პირველად წავაწყდი, მეგონა რომ უჩუქებდი. ყავს გადასარევი მიუ რომელიც ასევე ცუგასავეთ ფისო არის. ხო, ამდენ ძაღლში ცხოვრობს და. სად არის ნეტა ეხა არ მოვა? მოიცემ შენ არ შეწუხდე დაუძახე მოვა. ეს დაძახებულზე შენ დაძახებულზე მე მგონი რომ არ მოვა. სხვადასხვა მორი გაზარდა შვილებით. ეს ფისო ერთ-ერთ ნაკირავებში რო ცხოვრობდი, იქ ბავშვებმა
ეტელეფის უნას დააპროცელებდნენ და მე მივეხმარე რაღაც ისე საჭმელი ვიყიდე და ესე მომიკაკუნეს 8 წლის ბავშვების დიდი გემური იყო მომიკაკუნეს და მითხეს რომ ძალიან დიდი ბოდიშიო დეიდაო ჩვენ ამას ვეღარ ვათქვათ და თქვენ უნდა გაათქვათ ნუ ისე მივიჭენ მიდახეს სად ვართ ახლა ეს ვითხარ ეხლა ვარ კაფეებში ისინი საფუკარამენ და შენი გემოვნება იგრძნობა შენ გავს ეს სახლის სხვათა შორის კი გავს ძალიან ხარ კი მეც ძალიან ჰარმონიულად ვიზრობ თავს ამ სახში თვითონ ხედიც ეს ჩვენ ბეტონის ჯუნგლებად გადაქცეულ მეგაპოლისზე არის ძალიან ლამაზი ამ სახლისგან რომელიც ჩვენ გავს ხო მივხვდი რომ ვახ მეთქი აი მივხვდი რომ მანამდეც რამენერგო დამეძინა აქ რა უფრო დამეჩქარებინა პროცესი იმდენად ბედნიერი აღმოჩნდი უცებ რა გავიღვიძე და გავახილე თვალი და ეგრევე ამ ხეთს ხედავ ხო სასწაული არის მართლა და აქ რომ ძინავს ან აი იქიდან თბილისიდან ამოდის ხოლმე მზე ეხლა ოდნავ აქეთ გადმოიჩოჩა მარცხნივ მაგრამ ძირითადად თბილისიდან ამოდის ხოლმე მზე და პირდაპირ თვალებში მეუბნება აისი და დაისი ორივე გაქვს კი კი რა დროს ანდომებ თბილისში ჩასვლას იმიტომ რომ სინამდვილეში ძალიან ბევრი წელია ცხარე წინააღმდეგობაში ხარ მთელ რიგ საკითხებთან რომელიც არ მოდის დამხვედრაში თავისუფლებასთან ცალსახად დამოუკიდებლობასთან ცოტათი შეცვალა ჩემი ტემპი რა ცოტათი კი არა მაგრად შეცვალა ანუ ხა ხმაც ისეთი არის არაფრის ხელოვნურის ყველაფერი ბუნებრივი ისმის აი იშვიათად ტრაქტორი შეიძლება ჩამოიაროს მაგრამ ეგეც არ აუშავს რა და შორიდანაც ისმის ხმები თბილისში ხმები დახშული არის იქითა ქედიდან ბავშვები ჟრიამული ისმის ხო ანუ ემოცია რო დაგიბრუნო შევეცდები რომ დაგხატო ხანდახან ხატავ ხოლმე მაქვს ეგ ჰობიც შენი პროტესტი რამდენ წელიწადს დაჰავის შობიდან სკოლიდან ალბათ ყველაზე გამოკვეთილად 8 წლიდან სადღაც ეგრე ამ პირველი პროტესტის ავი სულ ისა რა ქვია ასე შოუებს ვაწყობდი ხოლმე კონცერტებს და პატარა რო ვიყავი მან თუ არ ჩამოჯდები კადრი რომელიც სიგამდვილეში არაფერს გარდა თავისუფლებისა არ გამოხატავს თავისუფლებისთვის მებრძოლ თავისუფლებას და რაღაც სიმართლის მემორიალზე ხო აქედან იწყება ხო ნუ მანამდე იყო ასევე საინტერესო ეპიზოდი რომელიც გარკვეულწილად ახსოვს საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც და რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებებიც დაძრა იუსტიციის მინისტრთან შერკინება რა და ასეთ რამესაც არ არის ჩვეული ჩვენი საზოგადოება არც წინა ხელისუფლების დროს არ ხდებოდა ასეთი რამესე და არც ახალი ხელისუფლების დროს არ იყო წარმოსადგენი რომ ეს შესაძლებელი იყო და მით უმეტეს ესეთ ფიგურასთან დაჭიდება და ხო ესეც იყო რაღაცა ცოტა კულტურული ცვლილებები ამანაც გამოიწვია ჩემი აზრით მაგრამ ხო ცეკვის ეპიზოდი მაინც ესეთია რაღაცნაირი სულ სხვაგვარი ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის ამბავი რომ იმ პერიოდშივეც და ახლა ხშირად მესმის ხოლმე ესეთი ამბები როგორ ზოგჯერ ჩხუბობდნენ ზოგჯერ დისკუსიაში შედიოდნენ კამათობდნენ ოჯახის წევრები ამ საკითხზე და საკმაოდ სიღრმისეული დისკუსია წარმოშვა თაობებს შორის ზოგ ოჯახში იმასთან დაკავშირებით სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და რაღაც სხვა კონცეფციებს შორის არ ვიცი იმასაც თავაზობენ ხო რომელსაც არ ქმნებას როგორია თავისუფლება და როგორი შეიძლება იყოს და ვინ განსაზღვრავს ამას და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო ამბავი აღმოჩნდა რა მომწონს ის რაც ამ ცეკვამ მოიტანა მიუხედავად იმისა რამდენი ტკივილიც და რაღაცა მთელი დრამების წყებაც გამოვიარო რა მაგრამ თავარი ალბათ გამარჯვება საკუთარ რომელიღაც ალტერ ეგოზე შეიძლება შევფასოთ მე მგონია რომ გამარჯვებაც არა გამონთხევა გამოშვება რაღაც ხო ფაქტორი სინამდვილეში თავისუფლების თვის შეწირული ახალგაზრდების მემორიალზე ცეკვა არის თავისუფლება
და პატივის მიგება, ხო? ერთგვარი. ანუ გულწრფელი რო ვიყო, ეს ძალიან ინტუიციური იყო ყველაფერი რა, საერთოდ ნაფიქრი არ იყო ამ თემაზე ჩემი მხრიდან. ანუ აი, ოდნავადაც არა, ეს იყო შეუძლებელია ცეკვა დაგეგმო, ხო? ანუ აი, არა. ეს არ იყო. შეიძლება რაღაც მომენტში რაღაცა აქტივისტური პერფორმანსი ყოფილიყო ესეთი, ხო? რა ვიცი, შეიძლება. მაგრამ ამას სხვა ხასიათი ექნებოდა, სხვა ვიზუალიზაცია და სხვა მოვლენა იყო რა, ეს იყო ძალიან ავთენტური, ძალიან ნამდვილი იმ წამის რაღაცა იმპულსი, რომელსაც მივყევი და მერე ვიფიქრე ბევრი რა, მერე აღმოჩნდა რომ პირიქით ხო, ჩემი თვალსაზრისით და ბევრი ისეთი ადამიანის თვალსაზრისით რომელიც ანუ რომის აზრით ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხო, განსაკუთრებით 9 აპრილს ვინც იქ იყო და ამ ბრძოლაში იყო, ამ წლით ადრე ეს აღმოჩნდა იმ ბრძოლის გაგრძელება რაღაცნაირად რა. ყოველ შემთხვევაში ჩემგან ეს იყო და ბევრი ადამიანისთვის ეს ასე რეზონირდა. და ეს რამე მოიტანა დიდ სურათში თუ რაღაცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. პერსონალურ დონეზე ვის რა განაცდევინა ამ ამბავმა, ეს საინტერესოა რა. ჩვენ აგრესიის ასევე პირველი მსხვერპლიც იყავით, ხო, თავს დაგესხნენ არაერთხელ და ხო, ანუ მე ვფიქრობ, რომ ძალიან გამმართლა ცოცხალი ვარ საერთოდ. მართლა. რაც კიდე განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის იყო ის, რომ აი იგრძენი რომ აი პერსონალურად ჩემზე იყო რაღაცა განსაკუთრებული ზიზღი ამ ხალხში აკუმულირებული და აი ეს ამ ზიზღით სავსე ბევრი კაცი ხო მორბის შენკენ სუბელიანი აი ამ ზახილით და ვიღაცებს ჯოხები უჭირავთ და ნუ აი შეშლილი ადამიანები და ნუ მე მართლა ეგეთი შიშია რაზეც არ განმიცდია და რაც შემზარავი განცდა იყოს შემზაი შეურაცხყოფილიც რო ხარ და თან გეშინია და ნაწყენიც ხარ და თან გეშინია. ბევრჯერ მიდარდია რომ რაღაცნაირად ჩემ თავს ბევრ ამას ვაკეთებ რა რაღაც ჩაგრავ. აი ესეთ შეგრძნება მქონდა შემწოდებია ჩემთან. მაგრამ ვერ რა არ გამოდის რა ეგრე ანუ აი ყოველთვის ვეუბნები ჩემთვის ეს ერთი წელი ხა მაქსიმალურად ვიბრძოლებ და მე გავეშვები. აბა ეხა აი არჩევნებს თუ მოიგებენ ისევ თუ დარჩებიან წავალ. ვამბობდი რა. ოღონდ ესეც იქვე ვტიროდი მაგ თქმაზეც და ეგეც მდგუნავდა, მაგრამ ნუ ვამბობდი რომ ალბათ ვეღარ გავჩერდები. მაგრამ ვერ წავედი. ვიცვლები რა ძალიან ისეთი დიდი ტემპით ვგრძნობ რა, მაგრამ რაღაცა ხაზი არის ისეთი უცვლელი. მაგას ვერც ვერ უზამ რა. ვიღაც თუ დაჩაგრავენ, იმაზე მე ვერასდროს ვერ გავჩერდები ალბათ. ანუ ვერ ხო. შეუძლებელი მგონია. ხო, ანუ ვერავის ვერ გავურიგდები უსამართლობაზე. შეიძლება ვერ ვიბრძოლო ისეთი ენერგიით, როგორც სხვა დროს. შეიძლება ვერ შევასკდე ყოველთვის ერთნაირად, მაგრამ ჩემი ანუ მე სად დგავარ, ეგ ყოველთვის უცვლელი იქნება რა. ყოველთვის ცალსახა იქნება. აი ყველაზე ბოროტი პერსონაჟების როლი მოირიგეს ის რაც მანამდე რაღაც ჯგუფებზე ქონდათ დაწერილი, თვითონ ყოველთვის სასტიკები, აი ალტინფო ყავდათ ხანის, აი რაღაცა ჯგუფები ყავდათ, რომელიც ისინი ხიხიებიან და ვერ ვაჩერებთ თვითონ და ხო, თითქოს ეს რა იყო. ყველაფერი შეიზილეს, რა აი ბოლომდე ინტეგრირდნენ მაგასთან, რაც აუთსორსად ქონდათ დაწერილი. ნელ-ნელა დინამიკა აი იქამდე რომ მივიდა სადამაც ახლა არის მისული, ხო, ყველას გვტკიოდა და ყველას აი რაღაც შიშები გქონდა სულ, რომ ვაიმე იკლებს ხალხის რაოდენობა, ვაიმე ის ამ დროს შენი ენერგიაც იკლებს. ხო. ანუ ვის რა უნდა უთხრა, შენ თვითონ ვეღარ გაჩავ. შენი ენერგიაც იკლებს, შენი ემოციური იმპულსიც იკლებს. და რაღაცა სტაბილურ უბედურებაში გადადიხარ რაღაცა. რაღაცა სტაბილურად მძიმე მდგომარეობა და ის არასტაბილურში უფრო მომართული ხარ მოქმედა და აქ სადღაც ამ ბალანსის პოვნა გიწევს საკუთარ თავთან რა. და ამ დროს ძალიან ბევრი დანაშაულის გრძნობა იყო რა თითოეულ გაცდენილ დღეზე. რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია, მაგალითად ანა იყოს ის ანა, რომელიც ყველაზე მეტად ახლოს არის შენთან. ხო, ბევრი ანა ხარ. ხო, ბევრი ვარ. მნიშვნელოვანი დრო ჩემი ცხოვრების ვერ მღერი ხოლმე, ამიტომ რომ საერთოდ დრო არ გამაჩნია მაგის, ამიტომ რომ ხმა არ გამაჩნია, ამიტომ რომ ნაყლირალი მაქვს. ნაღრიალები მაქვს და ვერ მღერი და მე თვითონ ბედური ვარ ხოლმე. გზაში მიყვარს მუსიკის მოსმენა, ძალიან მიყვარს ჩვენი ქართველი მეგობარი მუსიკოსები.
ისთან ერთად ცხოვრო მაგ. აქ ვცხოვრობ ჩემს 15 შვილთან ერთად, რომელიც მეტალს უსმენს. მოწონს დედას მუსიკა? იქრინჯება. აი ამაზე იქრინჯება. და რაღაცა იმ იოგა ტაიჩი რაღაცებზე იქრინჯება. ეხა დაეწყო ეგ. ო, მაგრამ ჩამს მუსიკას რო ხავ ხოლმე. რაღაცა და მაგრამ მე გულობ მაგის მუსიკაზე. ის სპარკლი ხდება. ხო. ძალიან მაგებიერებს და სივთ. და ყოველთვის სხვადასხვანაირია თან. დღეს როგორი არის? ას გეუბნება დღეს. ზიარი და მშვიდი და იმედიანი. მოგეთეს ნახატიც. ძალიან მეინტერესებს. დიდი ხანია მთაზო გიკრძალავს რომ შეხედო. ხო, და ესე დავდივარ. აფარებული რა. თითების ძალიან გავიშავე და შევხედოთ. დინარე, ცეკვა. ზღვა. შენი ხედი რამდენად შეიძლება იყოს, არ ვიცი, მაგრამ თბილისიც. აი, კი. ეს ტუჩებია? ეს. მადლობა ინტერვიუსთვის. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი საღამოსთვის. ძალიან საყვარლობა ეს ყველაფერი. მესამე ფურცელი. ოპერატორი უნდა გარეგან. დავით ქაშიაშვილის საავტორო გადაცემა. სად არ უნდა გავასხო. იქ, სადაც მთავრდება ოფიციალური, იწყება ნამდვილი. მესამე ფურცელი არ ცდილობს ყველა დააკმაყოფილოს. ეს გადაცემა არ გადაფურცლავს მოვლენებს, დააკვირდება, გაჩერდება, გაარღვევს ზედაპირს. მესამე ფურცელზე იწყება ის, რაც ყველაზე მეტად გვეხება. ყოველ კვირას 21 საათზე.